მივესალმები და მშვიდობის სულს ვუსურებ ყველას, ვინც ახლა ეს ჩემი ვიდეო გახსნა. მე-20 საუკუნის უდიდეს წმინდას, მცხეთელს, სალოს, მამა გაბრიელს, რომ არ ეთქვა, ადამიანის სამშვენელი მის სისხლშია, მაგრამ სისხლი არ არისო, ამ 12 ვიდეოში ნაარსი, ასე თამამად და ლოგიკურად ჩემში ვერ გაიხსნებოდა. ადამიანის სულიერი ანატომია. საუბარი მე-12. ადამიანი ანბანი. დედამიწის ზურგზე არ დაიარება ადამიანი, რომელშიც ანბად ბგერები არ იყოს ჩადებული. სად დევს ჩვენში ანბანი? მე ვიტყოდი, რომ ის არ დევს ჩვენში, არამედ მუდმივად ვიბრირებს ჩვენში. ის ადამიანურ სამშვენელშიც დევს ვიბრირებს და სულიერ გონებაშიც დევს ვიბრირებს. რატომ სულში და არა მხოლოდ სამშვენელში? ქრისტემ თქვა, რომ ის არის ანი და ჰოე, ჩვენც ვართ ანი და ჰოე, რადგან მისი ხატებები ვართ. სამოთხეში ადამი ცხოველებთან ურთიერთობდა. როგორ? ესაუბრებოდა? არ ვიცით. თუთიყუში ყველა ანბად ბგერა დევს. დევს მექანიკური მეხსიერებაც ანბად ბგერების თანამიმდევრობის დამახსოვრებისა. მაგრამ მათ არ ესმით სიტყვების მნიშვნელობა, არც აზრის წყობა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ჩვენ დაგველაპარაკებოდნენ თავისი მიწიერი სამშვენელიდან. როცა დედა თავის პატიას ელაპარაკება, ის ზემოქმედებს ამ ანბად ბგერების რიგზე და რეზონანსში მოყავს. ბავშვი იწყებს მარცვლების წარმოთქმას. ჩვენი სამშველის ზედა სივრცეში ჩვენ გვაქვს გონიერი ნაწილი, რომელსაც ქართულში არსებითი სახელი არ მოეპოვება. მე მას ვუწოდებ სასიტყვეთს. თუ ქართულად მას რამე შეესატყვისება, ეს არის სიტყვა ალღო, ალღო აუღო. ალბათ გაგიგიათ. აი ეს ალღო არქმევს არსებით სახელებს საგნებს. როცა პატარა ანბად ბგერებიდან სიტყვების დასახელებაზე გადავა, აი მაშინ აქტიურდება ეს უხილავი ორგანო. იოანეს სახარება იწყება ჯერ იყო სიტყვა. ადამიანები ამ სიტყვაში იდეის წარმოთქმას გულისხმობენ. იოანისეული სიტყვა ისეთივე რეალობაა, როგორც არ ვიცი რა შევადარო. ის არის სიტყვა, მორჩა და გათავდა. არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენ დავატარებთ ამ სიტყვას. ის ჩვენში რომ არ იყოს, ვერასოდეს დავარქმევდით საგნებს სახელებს და ჩვენში რომ არ იყოს ღვთაებრივი გონება მამისა, ამ სიტყვებს აზრებადაც ვერ დავალაგებდით. ესე იგი, ანბანი ლაგდება სიტყვებად სამშვენველში. სიტყვები ლაგდება აზრებად სულიერ გონებაში. განხორციელებული ანბანი არის ხმა. ღმერთმა სამყარო სიტყვით შექმნა, თავისი ხმით შექმნა. ამ ხმის დაკვალებით ეს მთელს სამყაროში, ჩვენ სულშიც, ჩვენ სამშვენელშიც, ჩვენ სხეულშიც. ამიტომ ყველაფერი ვიბრირებს. ყველაფერს თავისი ვიბრირება და სიხშირეები გააჩნია. სამყარო ღმერთის სიტყვით დგასო. ესე იგი სამყაროს საყრდენი ღმერთის ხმა. სამყაროს ხერხემალი ვიბრირებულ ბგერათა ველია. ადამიანის უხილავი ხერხემალიც ვიბრირებულ ანბანთა ველია. რადგან ასეთია ჩვენი უხილავი ხერხემალი, მას შეუძლია მიიღოს წყევაც და კურთხევაც. ჩვენ ბგერის მიმღები არსებები ვართ. და ზოგადად სამყარო ბგერის მიმღები სამყაროა. ამიტომ სამყარო, რომელიც სიტყვით შეიქმნა, იგივე სიტყვით და ბგერით გაინადგურებს თავს. იოანეს გამოცხადებაში 7 ბუკის ხმებით შემოდის ღმერთის ნების განხორციელება. ადამიანის უხილავი ჩონჩხი ვიბრირებულ ანბად ბგერათა ველია. იქ კიდევ მუსიკალურ ბგერათა რიგია. ოღრა უკიდაგონო თემაა ეს, ვეღარ ვითმენ რომ არ აღვნიშნო. აბა როგორ იმოქმედებს იოანისეული გამოცხადების ბუკის ხმები ჩვენზე, ეს ჩვენში რომ არ იყოს. ამ ბუკის ხმაზე, როგორც პავლე მოციქული გვიხსნის, ჩვენი სხეულები შეიცვლება, მიცვალებულები კი აღსდგებიან.
ჩვენი ანბანბგერების ველი იმ ბუკიდან წამოსული ველის ვიბრირებებით აივსება. და ეხლა რა ვიბრირებულ სიხშირეებში ვიმყოფებით? მთელი დედამიწა ხომ გახვეულია ინტერნეტ ბადეში. რას აღასევებს ეს ჩვენში და რას ჩაახშობს ჩვენ სულიერ ანატომიაში? ეს ჩამაფიქრებელია. ახლა კი ბოლო თქმა. ეს ყველაფერი ძალიან მოკლედ წარმოვადგინე იმისთვის, რომ ჩამეფიქრებინა ადამიანი იმაზე, რომ ის მხოლოდ ცოცხალი ბიოლოგიური სხეული არ არის. ის დედამიწაზე იბადება იმიტომ, რომ გაიცადოს დიდი შინაგანი ევოლუცია. დავეყრდენი ბიბლიას და პირად მისტიურ გამოცდილებასაც, რომელიც წარმოდგენილი მაქვს პატარა წიგნში სახელწოდებით სამი მედიტაცია, ანუ ქრისტეს სახელთან. ეს წიგნი თან ახლავს წიგნს ადამიანი როგორც სამყაროს შვილი. ეხლა კი მინდა მთელი ჩემი ეს 12 საუბარი დავასრულო ერთ მხატვრულ მისტიურ ნაწარმოებით, რომ პატარებიც და მოზრდილებიც ჩაფიქრდნენ თუ რატომ მოვიდნენ დედამიწაზე. ეს არის ზღაპარი სათაურით, რატომ ვიბადებით დედამიწაზე. ეს არის ნამდვილი ზღაპარი. გემშვიდობებით მე-13 ვიდეომდე ზღაპარში შეხვედრამდე. მათ კი, ვისაც დაწვრილებით აინტერესებს ადამიანის სულიერი ანატომია, რომელიც ძალიან მოკლედ არის მოცემული ამ 12 ვიდეოში, შეგიძლიათ გაეცნოთ წიგნს ადამიანი როგორც სამყაროს შვილი. წიგნს საჩუქრად მოყვება ჩემი მოგონებები მამა გაბრიელ სალოსზე. დაგვირეკეთ ნომერზე 577 30 91. მადლობთ.